მაშ ასე ვაგრძელებთ ქათმებზე საუბარს ქალაქის პირობებში. ეხლა მათი კვების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის ჩვენი საკვების ნარჩენები, რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს. როდესაც მცირე რაოდენობით აკვავს ქათმები, სადღაც 10 ფრთა მაქსიმუმ. ასე შემთხვევაში ოჯახის უკვე ჩხავანა მამალმა დაიწყო ყივილი. ნარჩენები საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ ქათმების კვებაში. თუმცა ვიმეორებ, ესე იგი, მარილიანი უნდა მივცეთ, რაც შეიძლება ნაკლები და რაც მარილიანი არ არის, ვთქვათ, იგივე კარტოფილის ნათალი, კომბოსტოს ნარჩენები, ესენი შეუზღუდავი რაოდენობით, რა თქმა უნდა. ხოლო რაც შეეხება მწნილებს და ძალიან მარილიანებს, ესენი უნდა გამოვიდეს. აჰა, მამალი თავის ამპლუაშია. ეხლა საკვები ნარჩენების შემთხვევაში დიდად მნიშვნელს ასეთ ავტომატურ კარმუშკაში ვერ ჩაუყრით, მაგრამ საკვების ნარჩენების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არა, რომ ქათმებმა ვერ შეძლონ მათი გაფანტვა და შემდეგ მისი დასურა ფეკალიები. ეხლა გაფანტვა რომ ვერ შეძლონ და საკვებურიდან ამოღება, ამისათვის უნდა ერთი ჩოპერი გამოვყოთ ცალკე და ამაში დავაქუცმოთ ჩვენი ნარჩენები. თუმცა ცალკე სავალდებულო სულაც არ არის, პრინციპში ის ხომ ჩვენი ნარჩენია და სხვა მეტი არაფერი. ეხლა დაჩოპერებულს უკვე საკვებურიდან ვეღარ გაფანტავენ, თორე დიდ ფოთლებს კომბოსტოსი, რა თქმა უნდა, ამოიღებენ და მიმოოპნევენ აქეთ-იქით. შემდეგ, თუ ატყობთ საკვებურა, რომელშიც ნარჩენებს ვყრი, დაკიდებულია ჰაერში და მასზე თხელი რკინის კრუგლიაკია, ახლა ხედავთ თქვენ მას, გაკეთებული. ეს იმიტომ, რომ ზედ რომ ვერ დაჯდნენ და წონასწორობა რომ ვერ დაიცვან. იმ წვრილემაზე ფეხის მოკიდებას ვერ ახერხებენ, ამიტომ მხოლოდ თავს ყოფენ და ისე მიირთმევენ რასაც ხედავთ. ეხლა ის რომ ესენი არიან თივაზე, ეს აუცილებელი გახლავთ, ან თივა უნდა იყოს, ან ნახერხი. ამაში მათი ფეკალიები, ასე ვთქვათ, იხსნება. შემდეგ ეს თივა დამუშავებულია, როგორც გითხარით, ტრიხოდერმით, არსებობს უკეთესი ბიოდესტრუქტორი, ის საერთოდ სუნს არ აყენებს. აქ პატარა სუნი მაინც დგება, მაგრამ ეს ისეთია, რომ არავის არ აწუხებს, შეიძლება ითქვას. ასე რომ, თუ ეზო ცოტა დიდი გაქვთ ტრიხოდერმა, თუ არა, ბიოდესტრუქტორი იხმარეთ აუცილებლად. ერთსაც და მეორესაც საბედნიეროდ თბილისში ამზადებენ და თქვათ ძალიან კარგი ხარისხის გახლავთ ერთისა და მეორეც. ეხლა ნახავთ, აი მე ამათ დავუყრი საკვების ნარჩენს და ნახავთ როგორ ჭამენ აი ამ საკვებურიდან. ეხლა ეს საკვებური პრაქტიკულად ცარიელია, შეიძლება ითქვას. ახლა ხედავთ როგორ სიამოვნებით მიირთმევენ ნარჩენებს. არც ზედა ხტებიან, არც სურიან. აქედან ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია. და არც იფანტება არაფერი. მე ესეთი დაკიდებული საკვებურია. ეს რომ ძირს იყოს დადგმული, ეს უკვე დიდი ხნის მიმოფანტული ექნებოდათ და მიყრელი-მოყრელი საკვებურა გადაბრუნებული და ასე შემდეგ. ეს დაკიდებულს უკვე მხოლოდ მიირთმევენ და ვერაფერს ვერ ფანტავენ.